მეტი სიახლე, მეტი სასიამოვნო ურთიერთობა, მეტი ზრუნვა ჯანმრთელობაზე. რადიო იმედის ეთერშია რჩეულების სახალხო შოუ 17. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა ნინო შარაშელიძისა და ოთარ ტატიშვილის თეთრი ორშაბათი. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. საღამო მშვიდობის, მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია თეთრი ორშაბათი ნინო შარაშელიძესთან, ოთარ ტატიშვილთან ერთად 17. მორიგი ორშაბათია და მორიგ სამედიცინო თემაზე ვსაუბრობთ. მოგეხსენებათ, მოვიდა გაზაფხულობით ბევრი რამ მწვავდება, ბევრი მიძინებული დაავადება იღვიძებს, რამდენად არის ეს მითი და რამდენად შეესაბამება რეალობას. ამ თემაზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, თან დღეს კონკრეტულად ოფთალმოლოგიურ პათოლოგიებზე გვექნება საუბარი და ჩვენი სტუმარია კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი ოფთალმოლოგი ქირურგი კოტე ჩიქოვანი. მოგესალმებით ბატონო კოტე. ოთარ, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს. ზოგადად ანუ მითი არ არის ხო რომ გაზაფხულზე მწვავდება სხვადასხვა პათოლოგია თქვენ ეთანხმებით ამას? ამას? ეს ნამდვილად არ არის მითი, გაზაფხულის დადგომასთან ერთად უკვე დათვა, მეტი მზიანი დღეები გვაქვს და რაღაცები ჩვენს ორგანიზმშიც იცვლება. არის გარკვეული პათოლოგიები, რომელზეც ეს ცვლილებები პირდაპირ აისახება და იწვევს მათ გამწვავებას, ასე რომ ამას მითს ნამდვილად ვერ დავარქმევ. აი მაგალითად თვალის პათოლოგიებზე რო ვისაუბროთ, რომელი დაავადებები მწვავდება გაზაფხულობით და რატომ? თვალის პათოლოგიები ნამდვილად ვერ იქნება განცალკევებული, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი ერთი მთლიანი სისტემაა და ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენს თვალებზეც აისახება. პირველ რიგში მინდა გავამახვილო ყურადღება ყველაზე გავრცელებულ ჩივილებზე, რაზეც პაციენტები წლის ამ პერიოდში მოგმართავენ ხოლმე. ეს არის ქავილის შეგრძნება, ქუთუთოების შეშუპება, თვალების სიწითლე. ალბათ დამეთანხმებით უმრავლესობას, მათ შორის მეც, გაზაფხულის დადგომასთან ერთად რაღაც მსგავსი ჩივილები გვიჩნდება. დიახ. ამ ეს ორი პათოლოგია არის ალერგიული კონიუნქტივიტი და ალერგიული ბლეფარიტი. კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, სიმპტომატიკა და გართულება რა შეიძლება ქონდეს? სიმპტომებზე მოკლედ მოგახსენებთ, ეს არის პირველ რიგში ზოგადად რა უწოდოთ თვალის სიწითლე. თვალები არის ცოტათი შეწითლებული, ქუთუთოები არის შეშუპებული, ჩვენ ძალიან გვიჭირს მზის სინათლეზე დამცავი სათვალის გარეშე გასვლა, მუდმივად გვაქვს შეგრძნება თითქოს თვალში რაღაც ჩაგვივარდა, როდესაც რეალურად თვალში უცხო სხეული არ გვაქვს. გარკვეულ შემთხვევაში თუ ეს პათოლოგიები მძიმედ მიმდინარეობს, ტკივილის შეგრძნებაც დგება. ან შემდგომი უკვე მეორადი ინფექციებით შეიძლება განვითარდეს, რაც ჩვენ ჩავთვლით უკვე გართულებად. ეს გასი ჩივილები, ეს უცხო სხეულის შეგრძნება გვინდა არ გვინდა, ჩვენ ამ დროს გვინდა რომ თვალი მოვიქაოთ, მოვისრისოთ. ეს ყოველთვის არ გამოდის ისე რომ ჩვენ ხელები წინასწარ დავიმუშაოთ და მერე განვახორციელოთ ეს ქმედები. ჩვენს ყოველდღიურობაში ეს არ შეუძლებელია თითქმის. და ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა რომ ჩვენ ინფექცია შევიტანოთ თვალებში. ანუ უკვე არსებულ ალერგიულ რეაქციას გარკვეულ გამღიზიანებელზე უკვე თან დაერთოს მეორადი ინფექცია. რა შემთხვევაში უნდა მოგმართონ თქვენ? აი და ყველა ადამიანს ხო არა აქვს ხო ეს სეზონური ალერგია, ხო? აი რა შემთხვევაში უნდა მოგმართონ თქვენ და აი რა დიაგნოსტიკურ მეთოდებს იყენებთ? აი თქვენთან კლინიკაში მაგალითად. პირველ რიგში მეც ვისაუბრებ იმაზე, რომ პირველადი ჩივილები, როდესაც პირველად იგრძნობთ მსგავს სიწითლეს და უცხო სხეულის შეგრძნებას. შეიძლება თავიდან ჩვენ ამას საერთოდ არ მივაქციოთ დიდი ყურადღება და მოგვეჩვენოს რაღაცა რუტინულ ჩივილად, უბრალოდ რაღაც ყოველდღიურ პატარა რაღაც გაუგებრობათ. მაგრამ თუ ეს თქვენ გიმეორდებათ ყოველ წელს, წელიწადის ერთსა და იმავე დროს, კერძოდ კი გაზაფხულზე უკვე აპრილის დადგომასთან ერთად იწყება უკვე ყვავილობის პერიოდი, თბილა და მეტი მზეა. თუ თქვენ ყოველ წელს გაქვთ ერთნაირი ჩივილები, ან თქვენ თუნდაც რომ გაზაფხულს რომ შევეშვათ წლის ნებისმიერი სხვა დრო, როდესაც თქვენ დაუშვათ ტრიან გარემოში მოგიწიათ მუშაობა, ან ცხოველებთან მოგიწიათ კონტაქტში ყოფნა და იგრძენით თვალის სიწითლე ან უცხო სხეულის შეგრძნება. ნებისმიერ ესეთ გამბოლინებაზე თქვენ უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს, იმიტომ რომ არის ყოველთვის გარკვეული ალბათობა რომ ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა იყოს რუტინი, ჩვეულებრივი მარტივი ალერგიული კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი,
ან მათთან თანდართული სხვა უფრო სერიოზული პათოლოგიაც. მაგალითად ინფექციური პათოლოგია, ხო? ინფექციური პათოლოგიები და აგრეთვე სხვა ქრონიკული დაავადებები. კარგი, სხვა ქრონიკულ დაავადებებს აუცილებლად შევეხებით. ანუ დიაგნოსტირება საკმაოდ მარტივია, ხო? ალერგიული კონjunktივითის ალერგიული კონjunktივიტს აქვს ძალიან გამოხატული სიმპტომები და ესე ვთქვათ, ყველა ოფთალმოლოგს არ არის რთული პირდაპირ დიაგნოზის დასმა, იმიტომ რომ ეს ყოველთვის არის გამოხატული ორივე თვალზე. მას ახასიათებს სეზონურობა და პაციენტის გამოკითხვისას, ესე ვთქვათ, როდესაც ჩვენ ანამნეზს ვაგროვებთ, ყოველთვის ხვდებით, რომ მას მტვერსთან ჰქონდა კონტაქტი, ან რაიმე ახალ ქიმიურ საშუალებასთან, ან რაც ბოლო დროს საკმაოდ გავრცელებული არის შინაურ ცხოველებთან. თუმცა ჩვენ ამას პრინციპში საკმაოდ მარტივად შეგვიძლია დიაგნოზის დასმა. გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის, როდესაც შეგვაქვს ეჭვი ალერგიულ კონjunktივიტზე ან ბლეფარიტზე, ყოველთვის ამისამართებთ პაციენტებს უკვე შემდგომი კონსულტაციისთვის ალერგოლოგთან. ანუ კომპლექსური მიდგომა ხდება, ანუ კომპლექსურად მკურნალობთ თქვენ და აი თქვენი მკურნალობა რაში მდგომარეობს? ჩვენის მხრივ ჩვენი მისია არის, რომ ადგილობრივი სიმპტომატიკა, ესე ვთქვათ, შევამციროთ, პაციენტის ჩივილები, ესე ვთქვათ, გავაქროთ უცხო სხეულის შეგრძნებაზე, სიცოცხლეზე და შეშუპებაზე, რადგან შემდგომ არ მოხდეს ამ დაავადების, როგორც უკვე ვახსენე, მისი უკვე ინფექციური გართულება. კომპლექსური მიდგომაში, ანუ შეუძლებელია გარკვეულ სიტუაციებში მხოლოდ ჩვენმა მკურნალობამ იქონიოს სრულფასოვანი ეფექტი. ალერგოლოგების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დროს. მათ აქვთ თავიანთი გარკვეული სხვა კვლევის მეთოდები, ხდება პაციენტები აბარებენ გარკვეულ ანალიზებს. ჩვენ ვიგებთ უფრო სრულფასოვან პასუხს სავარაუდო ალერგენებზე. და უკვე აქედან გამომდინარე ინდივიდუალურად ვარჩევთ მკურნალობას პაციენტებისთვის. აი თვით მკურნალობა ამ დროს რამდენად შეიძლება დამაზიანებელი იყოს? მოგეხსენებათ, ხო? აი დავუშვათ ადამიანი პაციენტი, რომელსაც ერთხელ ქონდა, რამდენჯერმე ქონდა ეს სეზონური ალერგია, მოგაკითხათ, თქვენ მიეცით დანიშნულება და მომავალ გაზაფხულზე იგივე სიმპტომები მას განუვითარდა, ჩამოუყალიბდა და უკვე იცის, რომ ეს ალერგიულია და ექიმის კონსულტაციის გარეშე იღებს იგივე დანიშნულებას, რაც დაუშვათ შარშან ქონდა დანიშნული. რამდენად სწორია ეს მიდგომა და სადამდე შეიძლება მიიყვანოს, ანუ რა შეიძლება რომ დავაზიანოთ? ოთარ, შენ იდეალური სიტუაცია აღწერე, როდესაც პაციენტმა მომდევნო წელს გაიმეორა ექიმის დანიშნულება, რაც სამწუხაროდ ხშირად ესე არ ხდება. თვითმკურნალობას მინდა ცოტა უფრო ესე ვთქვათ მეტად შევეხოთ, იმიტომ რომ ჩვენს ეპოქაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ინტერნეტი, ჩვენ გვაქვს სოციალური ქსელები, ხდება უამრავი ინფორმაციის გაზიარება და გავრცელება სხვადასხვა დაავადებების სხვადასხვანაირ მკურნალობაზე, თუნდაც ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ მეთოდებზე, ან თუნდაც მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. ხშირად ხდება ისე, რომ პაციენტები წაიკითხავენ გარკვეული პრეპარატის ანოტაციას, იქ წერია, რომ ამ პრეპარატს აქვს მაგალითად ანთებისაწინააღმდეგო ეფექტი, ყველაზე გავრცელებული მეზობელი მისცემს რჩევას და ეტყვის ეს და ეს წვეთი მე მომიხდა და მოდი შენც ჩაიწვეთე. შენცადე, ხო? რაც რბილად რომ ვთქვათ, არ არის სწორი. ამან შეიძლება იქონიოს თავისი დადებითი ეფექტი, მაგრამ უფრო ხშირ შემთხვევაში ამას მივყავართ უფრო სერიოზულ გართულებამდე. ყველა პრეპარატს აქვს თავისი მოქმედების მექანიზმი და თავისი უკუჩვენებები. ჩვენ ყველა პრეპარატის გამოყენება არ შეგვიძლია ესე თვითნებურად და ექიმის დანიშნულების გარეშე. სხვადასხვა პრეპარატები არის ქრონიკული დაავადებებისთვის განკუთვნილი, ზოგიერთი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ძალიან მცირე დროის მონაკვეთში. და მათი წლობით გამოყენება და ყოველ წელს ეს მით უმეტეს იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას. ხო, იმიტომ რომ ბევრი ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატია, ასევე არის ჰორმონალური პრეპარატები, ხო, იგივე დექსამეტაზონი, აი რა გართულება შეიძლება? მე მინდა რომ განუმარტოთ ჩვენ მსმენელს, რომ აი ასე თვითნებურად ჰორმონალური პრეპარატის მოხმარებამ სადამდე შეიძლება მიიყვანოს, ანუ რა გართულებამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი? ყველაზე გავრცელებული, ესე ვთქვათ, მითი და ესე ვთქვათ, არ მინდა ცუდად გამომივიდეს ტრადიცია, რაც ჩვენს თან ხდება, ეს არის ზუსტად ამ დექსამეტაზონის შემცველი წვეთების თვითნებური გამოყენება.
ეს ამ პრეპარატს აქვს თავისი ძალიან კონკრეტული დანიშნულება. ის ინიშნება ძალიან მცირე ხნით, თუნდაც თვალზე ჩატარებული ოპერაციული ჩარევების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში, ან სხვა მძიმე დაავადებების კურნალობისას. მაგრამ არის ესე ვთქვათ, ძალიან ბევრი პაციენტი მოგმართავს და გვიყვებიან, რომ ისინი წლების განმავლობაში ამ პრეპარატს მუდმივად იწვეთებენ. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვიგებთ, რომ ზოგიერთი ჩვენი პაციენტი წლობით ყოველდღე დილით თითო წვეთს იწვეთებს იმისათვის, რომ თვალის სიწითლე მოიხსნას. დიახ. ამ პრეპარატს თავის ესე ვთქვათ, ძალიან ბევრ დადებით თვისებასთან ერთად აქვს გარკვეული ნიუანსები. მათი გამოყენება არის ძალიან საფრთხილო ისეთი ქრონიკული დაავადების დროს, როგორიც არის გლავკომა. დიახ. აქვს ამ პრეპარატს თავისი ესე ვთქვათ თვისება, რომ თვალში გაწნევა მცირედით მოამატოს. ხანმოკლე დანიშნულების დროს ეს საერთოდ არ იწვევს არანაირ პრობლემას, იმიტომ რომ ჩვენ ამ პრეპარატს მალევე ხსნით და აბსოლუტურად არანაირი ცუდი შედეგი არ დგება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ წლობით გამოვიყენებთ დექსამეტაზონის შემცველ წვეთს ან სხვა მსგავსი ჯგუფის პრეპარატს გამოვიყენებთ მუდმივად, ეს ნამდვილად გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ხედულობის დაკარგვამდეც კი. ეს გასაგებია, ამ სეთ პასუხს ველოდებოდი, რა თქმა უნდა, რომ აბსოლუტურად ყველა დანიშნულება უნდა იყოს ექიმის მიერ შემუშავებული, შესწავლილი და არ შეიძლება თვითნებურად. ერთადერთი ალბათ ხელოვნურ ცრემლს ნაკლებად ეხება, ხო, ესეთი აი თქვენ ურჩევთ, რომ დაუშვათ ხელოვნური ცრემლი ხშირად ვიხმაროთ, ვინც კომპიუტერთან მუშაობთ. ხელოვნურ ცრემლზეც ოთარ, ხელოვნური ცრემლი ეს არის რაღაც ესე ვთქვათ კრებითი დასახელება გარკვეული პრეპარატების ჯგუფის, რომელიც არჩევაც აგრეთვე ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. ინდივიდუალურია, ხო? განსაკუთრებით აღნიშნავ ზუსტად რომ ამ ალერგიული კონიუნქტივიტების და ბლეფარიტების დროს ჩვენ ცოტათი ხანდახან განსხვავებული ფორმულის მქონე წვეთებს მივმართავთ ხოლმე. ესეც ინდივიდუალური საკითხია და მაინც ყოველთვის ჯობია რომ ჯერ ოფთალმოლოგთან გაიაროს ადამიანმა კონსულტაცია და თავისი გარკვეული თავისებურებებიდან ან ესე ვთქვათ მისი სამუშაო პირებებიდან გამომდინარე ჩვენ აურჩევთ ყველაზე ესე ვთქვათ მისთვის ოპტიმალურ წვეთის სახეობას. თქვენ ბრძანეთ რომ დაუშვათ აი ამ დექსამეტაზონის გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს არსებული ქრონიკული დაავადება, ხო? ამ შემთხვევაში გლაუკომა ახსენეთ. აი თვითონ სეზონურ ავადობას რამდენად შეუძლია თვალის სხვა ქრონიკული დაავადებები გაამწვავოს? თავისთავად პაციენტები, რომელსაც უკვე აქვთ დიაგნოსტირებული ქრონიკული პათოლოგიები, როგორც არის გლაუკომა, დიაბეტური რეტინოპათია ან სხვადასხვა სახის უვეიტები, ალერგიული კონიუნქტივიტი და ბლეფარიტი, რა თქმა უნდა, ეს ზემოდან დამატებული კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. ამ პაციენტებმა მათ თუ იციან, რომ მათ უკვე აქვთ დიაგნოსტირებული ეს პათოლოგიები, ისინი უკვე იღებენ გარკვეული ჯგუფის სამკურნალო პრეპარატებს, თუ იგრძნეს ამ სეზონის დადგომასთან ერთად სხვადასხვა მსგავსი ჩივილები, რომლებიც დაუშვათ მათ აქამდე არ ჰქონდათ. აუცილებლად უნდა მოვიდნენ ხელახლა გაიარონ ჩვენთან კონსულტაცია, რათა ჩვენ დაუკორექტიროთ მათი დანიშნულება და შესაბამისი ანტიალერგიული მკურნალობა წვეთების ფორმით დავუნიშნოთ მათ. მომართვისას თუ ხდება ხოლმე რომ აი შემთხვევით რომ აღმოაჩინოთ ფარულად მიემდინარე დაავადება, ანუ მოდიან სეზონური ალერგიის ჩივილით, იგივე კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის და თქვენ ნახულობთ უფრო ხანგრძლივი და უფრო ქრონიკულ და უფრო მძიმე დაავადებას, მაგალითად გლაუკომას, რომელიც თქვენ ახსენეთ. ეს ძალიან გავრცელებული შემთხვევებია, ძალიან ხშირად ხდება ესე. გარკვეული თვალის პათოლოგიები არიან ძალიან ვერაგი მიმდინარეობა აქვთ იმ კუთხით, რომ საწყის ეტაპზე საერთოდ არ აქვთ არანაირი გამოვლინება. როგორც გლაუკომა, თუნდაც რეტინოპათიები. პირველ ეტაპზე პაციენტი საერთოდ არ გრძნობს არანაირ განსხვავებას, მათი სიცოცხლის ხარისხი ანუ ისეთივეა, ხედავენ მშვენივრად, მაგრამ ეს დაავადება ნელ-ნელა პროგრესირებს. ზუსტად ესეთი ჩივილებით სიწითლეზე, ქავილის შეგრძნებაზე ისინი მოგმართავენ და სიურპრიზად ხანახან აღმოვაჩენთ ხოლმე მსგავს პათოლოგიებს. ზუსტად ამიტომაც ვიძლევით ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციას, რომ გარკვეული რისკის ჯგუფებში, გარკვეული ასაკის შემდეგ პაციენტმა ყოველ წელს უნდა გაიაროს ოფთალმოლოგთან კონსულტაცია. რა კვლევები მე ღრმავდება კვლევები, ხო? ანუ როდესაც უკვე ეჭვი არის გლაუკომაზე, აი ამ შემთხვევაში რა კვლევები ტარდება თქვენთან კლინიკაში? პირველ რიგში რუტინული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ყველა დაავადების შემთხვევაში იწყება თითქმის ერთნაირად. ჩვენ ვამოწევთ პაციენტის ხედულობის სიმახვილეს,
ვამოწევთ თვალში გაწნევას, ვიზუალურად ვათვალიერებთ თვალს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეული ცვლილებები, გარკვეული ანატომიური ნორმიდან გადახრები, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე უფრო ვუღრმავდებით. ჩვენ გვესაჭიროება რომ შევისწავლოთ თვალი უკვე შრეობრივად. თუნდაც ბლეფარიტების დროს მაგალითად ჩვენი ქუთუთოები და წამწამოვანი წამწამები იცვლიან თავიანთ ფორმას. ჩვენ გვაქვს სპეციალური ესე ვთქვათ კვლევის მეთოდები, როგორც კომპიუტერული, ისე რუტინული, რომლითაც ჩვენ ვადგენთ წამწამის მდგომარეობას, ან ქუთუთოების მდგომარეობას ამ პათოლოგიის დროს. გლაუკომასთან დაკავშირებით უფრო ესე ვთქვათ, უფრო მაღალტექნოლოგიური კვლევები გვესაჭიროება, როგორც არის თვალის ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია. პირველი ესეთი ცვლილებები, ყველაზე ფარული ცვლილებები, რაც ქრონიკულ დაავადებს, როგორც არის გლაუკომა და დიაბეტური რეტინოპათია, ისინი გამოვლინდებიან თვითონ თვალის ღრმა შრეებში. მიკროსკოპული ცვლილებებით იწყება ყველაფერი, რომელთა დროული აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს პაციენტების კურნალობის მხრივ. მაშინ კურნალობაც ვახსენოთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩვენ მსმენელს ძალიან აინტერესებს. ანუ რა მეთოდებია, თანამედროვე მეთოდები გლაუკომას კურნალობაში და რას გულისხმობს? გლაუკომის მკურნალობა ყოველთვის იწყება თვალში წვეთებით. ეს არის ესე ვთქვათ ჩვენი გაიდლაინი, სპეციალური გაიდლაინები არსებობს, რომელთაც ყველა გაიდლაინი ამბობს, რომ ჩვენ მკურნალობას ვიწყებთ წვეთებით. გლაუკომის მკურნალობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ შევამციროთ თვალში გაწნევა, რათა უზრუნველყოთ თვალის ნერვული შრეების დაცვა. ყველაზე თანამედროვე მეთოდი მკურნალობის ახლა რაც არის შემოსული, ეს არის თვალის ლაზერული თერაპია. ჩვენ გვაქვს სპეციალური სელექტირებული ლაზერული აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს თვალშიგა სითხის უკეთეს ცირკულაციას. ეს ითვლება დღესდღეობით ყველაზე თანამედროვე მკურნალობის მეთოდად. და თქვენთან დანერგილია ეს მეთოდი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მკურნალობის მეთოდს უკვე საკმაოდ დიდი ხანია წარმატებით ვიყენებთ. და ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩვენ ძალიან კარგად მართავთ პაციენტთა თვალში გაწნევას. ზოგადად ასაკი გლაუკომას აქვს? მოკლე პასუხი ამაზე კი. კი, და მაშინ გავშალოთ. მარტივად რომ ვთქვათ, არის გარკვეული. ცოტა რთულად რომ მიპასუხოთ, არის გარკვეული სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ყოველთვის სასურველია 50 წლის შემდეგ პაციენტმა შეიმოწმოს თავისი თვალში გაწნევა. რომ შეგვიძლია ამას უწოდოთ კი ნამდვილად ასაკობრივი კარგით, მაშინ აი ეგ რუტინულ კვლევებზე რადგან მივედით, ანუ წელიწადში ერთხელ, კარგია რომ ჩაიტაროს, განსაკუთრებით 50+ ურჩევთ ხო ამას? თუ რომც არ ქონდეს ჩივილები. და რა კვლევები შედის ამ რუტინულ კვლევებში? ანუ რაც ჩამოთვალეთ, ხედველობის სიმახვილე, ხედველობის სიმახვილე თავისთავად და თვალში გაწნევის გაზომვა. ეს ორი ესე ვთქვათ არის კლასიკური კვლევები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში უკვე გვაძლევს ესე ვთქვათ გარკვეულ ეჭვის შეტანის საფუძველს გარკვეულ ქრონიკულ დაავადებებზე. რომ არის სხვა დაავადებები, რომლებიც ძალიან მარტივად მანიფესტირდებიან და არ აქვს ისეთი ფარული მიმდინარეობა, როგორც გლაუკომას და რეტინოპათიას მისაწყის ეტაპებზე. აი თვალში და ინექცია რა დროს კეთდება ხოლმე? თვალში და ინექციებს ჩვენ ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი დანიშნულებით ვიყენებთ. გლაუკომის დროს არის ეს? გლაუკომის დროს ცოტა სხვა, ესე ვთქვათ, მკურნალობის მეთოდებს მიმართავთ, თვითონ ინექციები უფრო გამოიყენება მწვავე ანთებითი პროცესის ჩაცხრობისთვის. იგივე აქამდე როგორც ვახსენეთ, თვითონ ეს ალერგიული კონიუნქტივიტი შეიძლება გართულდეს მწვავედ მიმდინარე ინფექციით და UV-ით. როდესაც ანთებით პროცესში არის ჩართული თვალის ყველა შრე. ამ დროს ჩვენ შეგვყავს თვითონ ხანდახან იძულებულები ვართ, რომ თვალის სხვადასხვა შრეებში, ან თვითონ თვალის კაკალში განვახორციელოთ ინექცია და შევიყვანოთ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. სხვადასხვა ჯგუფების არის ეს პრეპარატები. შეიძლება რამდენიმე ინექციაც კი გახდეს საჭირო, თითქმის ყოველ დღეც კი. რომ კი ძალიან ბევრი სხვადასხვა დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ თვალშიგა ინექციები. მოკლედ სამი პათოლოგია დაგვრჩა ახლა ჩვენ გასაშლელად და მე ბევრ დროს არ წაგართმევთ და კატარაქტაზე დავიწყოთ საუბარი. ამ თემას ვერ გავექცევით ნამდვილად, იმიტომ რომ კატარაქტა დღემდე არის სტატისტიკურად მსოფლიოს სიბრმავის პირველი მიზეზი. ეს განპირობებულია იმით, რომ თვალის
ბროლში ცვლილებები, რის გამოც ის კარგავს თავის გამჭვირვალობას, არის თითქმის შეუქცევადი. ეს ზოგადი ანატომიური ნორმაც არის, რომ გარკვეული ასაკის მერე ჩვენმა ბროლმა დაკარგოს თავისი ელასტიურობა და უფრო შემდგომ ასაკში მისი გამჭვირვალობა. დიახ. მისი მკურნალობის ერთადერთი საშუალება არის ქირურგია. ჩვენ ეს შემღვრეული ბროლი უნდა ჩავანაცვლოთ გამჭვირვალე ხელოვნური ლინზით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტექნოლოგიური პროგრესი არც ამ დაავადების მკურნალობაში დგას ერთ ადგილზე და გაჩნდა უკვე საშუალება, რომ პაციენტებს უკვე იმპლანტირებული ლინზის წყალობით მივცეთ საშუალება, რომ უსათვალოდ კიდევ იკითხონ კიდევაც 40 წლის შემდეგ, რაც დამეთანხმებით ძალიან აქტუალურია და ძალიან ბევრს უხარია, რომ მას აღარ ჭირდება საკითხავი სათვალე. აი კატარაქტის შემთხვევაში, ანუ თქვენ ახლა 40 პლუსია? 40-ის შემდეგ ჩვენ გვჭირდება ყველა საკითხავი სათვალე. თვითონ კატარაქტის ჩამოყალიბება უკვე შემდგომ ასაკში ხდება 50-60 წლის შემდეგ. ხანდახან ეს პათოლოგია თან ერწყმის სხვა აქამდე ქრონიკულად მიმდინარე პროცესებს. და რატომ ვურჩევთ ყველა პაციენტს, რომ დროულად მოგმართონ თუნდაც ალერგიული კონიუნქტივიტების და ბლეფარიტების დროს. სწორი ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს, პროვოცირება მოახდინოს თუნდაც გლაუკომის, თუნდაც კატარაქტის, ან ნებისმიერი სხვა პათოლოგიის უფრო ნაადრევი განვითარება. კატარაქტები არსებობს, ესე ვთქვათ, უეიტის შემდგომი, ან მწვავე ანთებითი პროცესის შემდგომი ბროლის დაზიანებები. შეიძლება ეს საერთოდ ახალგაზრდა ადამიანიც იყოს და უკვე ახალგაზრდა ადამიანში მოგვიწიოს ქირურგიული ჩარევა, რათა მას დაუბრუნდოთ ან გავაუმჯობესოთ ხედველობა. ამ შემთხვევაში რა არის სიმპტომები? ანუ როდის უნდა შემოვცხოთ განგარშის ზარი და მოვიდეთ ოფთალმოლოგთან? ზარი აქამდე როგორც ვახსენე, ეს არის ბანალური თვალის სიწითლე. მაგრამ არის ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში, ესე ვთქვათ, ყოველთვის არ გამოდის, რომ მივმართოთ ექიმს დროულად. არიან პაციენტები, რომლებიც თვალის სიწითლით და ტკივილის შეგრძნებით არიან თვეობით და ძალიან მძიმე შემთხვევაში წლობითაც კი. ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ აქ არ არის უბრალო რუტინული კონიუნქტივიტი და აქ შეიძლება იყოს ძალიან მწვავედ მიმდინარე უეიტი. უკვე როდესაც თქვენ გაქვთ ქრონიკული თვალის სიწითლე და ნელ-ნელა იგრძენით, რომ თქვენი მხედველობაც განსაკუთრებით აღნიშნავ შორ მანძილზე ქვეიცდება, კი, ნამდვილად უნდა შემოუკრათ განგაშის ზარი და ეს სიმეტრიულად მიდის ორივე თვალზე? არას ეს ყოველთვის არ მიდის სიმეტრიულად. დიახ. ხანდახან ჩვენ ერთ თვალზე ვამჩნევთ ხოლმე ამას. რაც დიაგნოსტიკის კუთხით უკეთესია, პაციენტი ამას სწრაფად ამჩნევს. ხანდახან მხედველობის დაქვეითება ხდება ზუსტადაც რომ სიმეტრიულად, რაც ზუსტად ხანდახან იწვევს გვიან მიმართვიანობას. აუცილებლად უნდა კითხოთ დემოდიკოსზე. რაც ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრ პაციენტს აწუხებს. ანუ რასთან გვაქვს აქ საქმე? პარაზიტული დაავადებაა, ხო? თუ სწორად მახსოვს. დემოდექსის პარაზიტი ეს საკმაოდ მძიმე თემაა ჩვენთვის, ოფთალმოლოგებისთვის და სხვა დარგის ექიმებისთვის. დერმატოლოგებისთვის ზოგადად. ყველასთვის ეს საკმაოდ მძიმე საკითხია. აქვე ავიღოთ იგივე ბლეფარიტები. დიახ. თვითონ გარკვეული პარაზიტების არსებობა ორგანიზმში ეს არ არის რაღაც ესე ვთქვათ დიდი განსაკუთრებული მოვლენა, ყოველთვის შეიძლება რაღაცა ბინადრობა იყოს ჩვენს ორგანიზმში. თავარი ამან არ გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესები, როგორც არის ალერგიული ან დემოდექსით გამოწვეული ბლეფარიტი. შეშუპებული ქუთუთოები, როდესაც ჩვენ გვაქვს მუდმივად ქუთუთოების ტკივილი, გვიჭერს თვალების გახელა, მუდმივი ეს სიწითლე ძალიან ბევრი პაციენტისთვის არის ძალიან გამაღიზიანებელი და ჩვენთან მომართვისას გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ ვათვალიერებთ პაციენტის წამწამებს, ჩვენ გვიჩნდება ეჭვი, ხომ არ არის წამწამის ძირში დაბუდებული სხვადასხვა პარაზიტი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვეხმარება ჩვენი ლაბორატორია, ჩვენ რამდენიმე წამწამს ვაძრობთ პაციენტს, ვაგზავნით ლაბორატორიაში შესამოწმებლად და ხშირად ვიღებთ პასუხს, რომ კი, იქ ნამდვილად არის დემოდექსი. აქ საყურადღებო ის არის, რომ ამ დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში ჩვენ გვესაჭიროება უკვე სპეციფიური მკურნალობა. ანუ სტანდარტული პრეპარატების დანიშვნა დემოდექსით გამოწვეული ბლეფარიტის დროს არ ხდება. არის სპეციალური ლოსიონები, გელები, რომლებიც მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ.
ამიტომაც აქაც ვურჩევ ყველას, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიმართონ თვითმკურნალობას. ხო, რა თქმა უნდა. მე მახსოვს, რომ როდესაც სტუდენტი ვიყავი, მაშინ გვასწავლიდნენ, რომ ესეთი ქუთუთოს მასაჟიც კი კეთდებოდა. არის კიდე შემორჩენილი ეს მეთოდი? ქუთუთოს მასაჟი არათუ შემორჩენილია, ამ მეთოდმა განიცადა თავისი განვითარება. ჩვენ გავგვიშთა სპეციალური ინსტრუმენტები, რომლითაც ამ ქუთუთოს მასაჟს ვაკეთებთ უფრო ეფექტურად. გაჩნდა სხვადასხვა სახის სითბური პროცედურები, რომლებიც ხელს უწყობენ, რომ ეს ანთებითი პროცესი ქუთუთოზე ჩაცხრეს. ბლეფარიტებს ახასიათებთ აგრეთვე ის, რომ ისინი არიან ხანდახან პროვოცირებლები სიმშრალის შეგრძნების თვალებში. მუდმივ ბლეფარიტი საბოლოო ჯამში ამასაც იწვევს. ეს სითბური პროცედურები და მასაჟები არის საქვეყნოდ აღიარებული მკურნალობის მეთოდები. ისე რომ უბრალო მასაჟს ამას ვერ უწევთ. უბრალოს ვეღარ უწოდებთ. ანუ სპეციფიურია. რამდენად აი 100%-ით რჩება დემოდექსი? 100%-იანი მედიცინაში არაფერია. ბატონო. მაგრამ ჩვენ ბოლო წლებში მივაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს. ძალიან დიდ პროგრესს ამ ქრონიკული ბლეფარიტების მკურნალობაში და თამამად შემიძლია თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ პაციენტების უმრავლესობა ჩვენ უბრალოდ უმსუბუქებდით მათ სიმპტომებს. დღესდღეობით ძალიან ბევრი პაციენტია, რომელსაც თითქმის აულაგდათ ეს პროცესი. და აუცილებლად უნდა მოვასწროთ დიაბეტურ რეტინოპათიაზე. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ჯგუფში არიან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები. კი, სულ უფრო მეტი პაციენტი დიაგნოსტირდება დიაბეტით და მათთვისაც სტანდარტული რეკომენდაციაა, რომ წელიწადში ერთხელ ყველა დიაბეტით დიაგნოსტირებულმა პაციენტმა უნდა შეიმოწმოს თვალის ფსკერი. ჩვენი თვალის ჩვეულებრივი ორგანოა, რომელიც დაქცეული არის სხვადასხვა კალიბრის და ზომის კაპილარებით. დიაბეტი პირველ რიგში აზიანებს სიძარღვებს და თვალიც ვერ იქნება გამონაკლისს. მიკროანევრიზმების სისჩაქცევების არსებობა არის ძალიან დამახასიათებელი დიაბეტისთვის და თქვენ როგორც ახსენეთ ინექციების, თვალში ინექციებს ჩვენ პირველ რიგში ვიყენებთ ზუსტად ამ დიაბეტის მკურნალობის დროს. ინექციებთან ერთად ჩვენ აქტიურად დანერგილია ჩვენს კლინიკაში ლაზერული თერაპია თვალის ფსკერის. მთელი ამ მკურნალობის მეთოდების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ შევაჩეროთ თვალის სხვა სტრუქტურების დაზიანება, შევაჩეროთ ხედველობის დაკარგვა და პაციენტს მაქსიმალურად დიდხანს შევუნორჩუნოთ, ასე ვთქვათ, ცხოვრების მაღალი ხარისხი. შაქრიანი დიაბეტი ვისაც აქვს პაციენტს, მაგრამ არ აქვს ოფთალმოლოგიური ჩივილი. ანუ რა სიხშირით ურჩევთ რუტინული კვლევების ჩატარებას? მაინც წელიწადში ერთხელ. ჩივილი შეიძლება მის საწყის ეტაპზე საერთოდ არ გამოვიდეს, როგორც ვახსენე, მაგრამ გარკვეული ცვლილებები თვალის ფსკერზე ზუსტად რატომ ვურჩევთ პაციენტებს ტომოგრაფიის ჩატარებას წელიწადში ერთხელ. მცირე კალიბრის ცვლილებები სიძარღვებში. თუმცა ჩვენ ტომოგრაფზე ეს ჩანს. თუ ჩვენ ეს ცვლილებები აღმოვაჩინეთ, არის გარკვეული მედიკამენტები და პრეპარატები, რომლითაც აი ამ საწყის ეტაპზევე ვუნიშნავთ პაციენტებს, რაც შემდგომში იძლევა იმის საშუალებას, რომ იქ უკვე სისჩაქცევები აღარ გაჩნდეს, ან სხვა პროლიფერაციული ცვლილებები. ამიტომაც თუ თქვენ უბრალოდ დიაბეტი გაქვთ დიაგნოსტირებული წელიწადში ერთხელ ყველა ვარიანტში უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს, თუ თქვენ ოფთალმოლოგმა უკვე დაგიდგინათ გარკვეული ცვლილებები თვალის ფსკერზე, შეიძლება ინდივიდუალურად წელიწადში 3-ჯერ ან 4-ჯერაც კი დაგიბაროთ ოფთალმოლოგმა გამოკვლევებზე. მოკლედ, ყველაფრის თავი და თავი არის კონსულტაცია დროული. რა თქმა უნდა. ექიმთან კონსულტაცია და არა დაუშვათ მეზობლის რჩევით, რომელიც გულით გირჩევთ, მაგრამ მაინც ჯობია რომ ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მომბრძანებისთვის ბატონო კოტე. ჩვენ ოფთალმოლოგიურ პათოლოგიებზე ვსაუბრობდით, როგორც სეზონურზე, ასევე ქრონიკულზე და მე შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი ოფთალმოლოგი ქირურგი კოტე ჩიქოვანი პასუხობდა დღეს ჩვენს შეკითხვებს. დიდი მადლობა. რაც შეეხება ჩვენ მომავალ შეხვედრას, ტრადიციულად ორშაბათს 17:17-ზე გელოდებით იმედის არხზე. დროებით.